ქრონიკა რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახალ პროექტს იწყებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი მთავარი მიზანია რაიონებში ახალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა ან ძველი უმოქმედო საწარმოების რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით ფინანსურ დახმარებას ის კომპანიები მიიღებენ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღნიშნული საწარმოების ამუშავებით. ფინანსური დახმარება ითვალისწინებს შეღავათიან გრძელვადიან საბანკო კრედიტს ან თანადაფინანსებას. ეს არის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი. აქ არის ჩართული როგორც თანადაფინანსების კომპონენტი, ასევე ჩართულია შეღავათიანი აგროკრედიტის კომპონენტი და ამ პროექტის პარალელში ჩვენ ვაპირებთ, რომ ძირითადი აქცენტი გაკეთდეს დეპრესიულ რაიონებზე, იმ რაიონებზე, სადაც მხოლოდ კერძო ინიციატივით საკმაოდ რთული იქნებოდა ასეთი ტიპის პროექტების დაფინანსება და დავეხმაროთ სწორედ ამ რაიონებს, რომ გადამამუშავებელი საწარმოები შეიქმნას და დაფინანსდეს. გამიზნულია, რომ ერთ წლის განმავლობაში დაფინანსდეს 50-მდე ახალი საწარმო, საერთო ინვესტიცია შეადგენს დაახლოებით $60 მილიონ, საიდანაც 40% იქნება სააგენტოს მიერ თანადაფინანსების ნაწილი, ანუ გრანტის ნაწილი. კომპანიებზე, რომლებიც მიიღებენ გრანტებს აღნიშნული პროექტის პარალელში, საბრუნავი თუ სხვა მიზნობრიობით მათ საჭიროებიდან გამომდინარე მოხდება შეღავათიანი ესეცხების გაცემა.